საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან და მინდა საზოგადოების საყურადღებოდ განმარტო ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როგორც პროკურატურა, ასევე ქართული ოცნების ხელმძღვანელობა საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ეს არის ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორების გასაგონად. პირდაპირ სვავ კითხვას, როგორც პროკურატურის, ასევე პოლიტიკოსების და ხელისუფლების წარმომადგენლობის მიმართ. როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ ნიკა მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს იმავე წუთას საპატიმროდან. გთხოვთ მიგვითითოთ, რომელ გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება ეს გაკეთდეს, რამდენი უნდა გადაიხადოს და როგორ უნდა მოხერხდეს ეს ტექნიკურად. ეს არის შეუძლებელი, კიდევ ერთხელ ცალსახად ვუსვავ ხაზს. ნიკა მელიას მიმართ გირაოს გადაწყვეტილება არის ანულირებული, მას შეფარდებული აქვს დაპატიმრება და ვერანაირი გირაოს თანხის გადახდა ვერ უზრუნველყოფს მის საპატიმროდან გათავისუფლებას. ეს არის ხელისუფლების მიერ დადგმული სპექტაკლი და დაემთხვა ეს ყველაფერი დღევანდელ დღეს, როდესაც განახლდა მეორე ეტაპი დაიწყო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მოდერაციით, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებების.